და მძიმეა ეს ყველაფერი. ანდრო არის ძალიან მშვიდი ადამიანი, კეთილშობილი. იმდენად კეთილშობილი, რომ ზოგჯერ ვკითხო ვის გავს, იმიტომ რომ მე ემოციური ვარ ძალიან და რაღაც შეიძლება წამომწდეს ან რაღაცა არავის არ გავს. არ არის თავის ბუნებით არც აგრესიული, არც პატარაც რო იყო, აი რაღაცა პატარები რო არიან და ჭხუბი რაღაცა ბიჭებში ესა ერთხელ მითხრა რომ დამარტყაო, პატარა იყო მე-3 კლასში ალბათ და მოთხარი შენ რა ქენითქო და მე მეწოდებაო. აი ესეთი ბუნება აქვს. ძალიან შრომის მოყვარია, ძალიან უყვარს თავის საქმე. ძალიან ყურადღებიანია ყველას მიმართ და ძალიან გულჩვილია და ძალიან ღრმა ადამიანია. მე და ანდრო ძალიან მეგობრობთ, გვიყვარს ორივეს კინო, თეატრი და ბევრი საერთო გვაქვს. საათობით შეგვიძლია ვიждეთ და ვილაპარაკოთ. მეგობარია ფაქტიურად ჩემი მეგობარია, მე შემიძლია აბსოლუტურად ყველაფერი გაუზიარო. თუნდაც ჩემი პირად ყველაფერი შემიძლია მოუყვარ. ასევე თვითონაც. ეხლა კიდე უფრო მივხვდი როგორია, აი რო არ არის ეხლა და ციხეში-როზის იმხელა თანადგომა მაქვს და იმხელა თანადგომა მაქვს მისი მეგობრებისგან თეატრი, კინოს, ისედაც თავის ბავშვობის მეგობრები. ეხლა მიყვებიან რაღაცებს და ეს ისეთ რაღაცებს ამბობენ ანდროზე, რაც რაღაცები მეც არ ვიცოდი. და ძალიან მახარებს ეს, რომ თურმე როგორ ყვარებიათ. ესე თუ უყვარდათ არ მეგონა. ესე თუ უყვარდათ ნამდვილად არ მეგონა. კი უყვარდათ და ძალიან საყვარელია, მაგრამ აი ამ ხარისხში თუ იყო ეს სიყვარული და თუ ამ ბიჭს ამდენი რამე დაუთესავს, ეგ არ მეგონა ნამდვილად. და ამერიკა ანდროს მეგობარმა და მითხრა რომ ანდროს იჭერენ. როგორ იჭერენ და თქვენთან არიან სახლშია. და უკვე სირბილით წამოვედი. ოღონდ არ მიფიქრე არც ერთი წუთი, რომ ეს არის აქციებთან დაკავშირებული. სხვა რამეზეც ვერ ვიფიქრე, მაგრამ აქციებთან დაკავშირებით საერთოდ არ ვიფიქრე, რაღაცა გაუგებრობა ალბათ და თან სახლშია და სახლში უფრო რუსავლიდან იჭერდნენ და სახლიდან ვერ მივხვდი. ნუ რომ შემოვედი, მთელი ეზო იყო გადაშავებული ამ სპეცრაზმელებით, ესე იგი ერთი ანდროს ასაყვანად მოვიდა ჯარი. თქვი კიდეც რომ ემოციური ადამიანი ვარ ძალიან და ფაქტიურად შევარდი ამ კორდონში. ნუ ყვიროდი, მიშველეთ, სად მიყავთ, ვინ რატო მოხვედით, ხილებსაც ვიქნებდი, ფეხებსაც ვიქნებდი. უყვართ ანდრო ძალიან ქალაქში, უყვართ და არ მიყვარს ეს სიტყვა ცნობადი სახე, არ მიყვარს, მაგრამ ესე გამოვიდა რომ მსახიობია და იცნობენ. აი სპეციალურად ეს უნდოდათ რომ დაენახვებინათ, იმიტომ ძალიან აქტიურები არიან ეს ხელოვანი ხალხი და აი ამას თუ დავიჭერთ თქვენ რას გიზამთ, ეს მესიჯი იყო. არავითარ ჯგუფური ძალადობა აქ არ არის, ეს არის ტყვილი, არც ერთ პატიმართან არ არის ეგა. ჯგუფური ძალადობით დაკავებულები არიან თვითონ. ეს არის ჯგუფური ძალადობა, როცა ამდენი პოლიციელი ურტყამს ერთს. ჯგუფური ძალადობა შეესევიან, აწამებენ, ასისხლიანებენ და ასე იჭერენ. მე მგონია რომ კლავენ, იმიტომ რომ აქ რა შედეგები იქნება მე ამდენი თავში რტყმისგან, მე არ ვიცი. ან მიდიან ამაზე და ეს არის ჯგუფური ძალადობა. ადამიანები რომლებიც აპროტესტებენ, მშვიდობიანად რუსთაველზე დგანან და ითხოვენ რომ ეს არ გვინდა რუსეთი, რა ვიცი, ეს ჯგუფური ძალადობაა. ჯგუფური ძალადობა იქიდან მოდის. იქ სადაც უნდა მდგარიყო და ამისთვის დაისაჯა.